Салам მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში გვექნება ჩემი ღამის რუტინა, სადაც გაჩვენებთ პროდუქტებს, რომლებიც ამ წუთას შეგიძლიათ რომ შეიძინოთ Nina's Beauty Place. მოკლედ, disclaimer-ი რო გავაკეთოთ ვიდეოს დასაწყისში, უმეტესი ყველა არა, მაგრამ უმეტესი პროდუქტები შეგიძლიათ რომ ჩემს ონლაინ შოპში შეიძინოთ, რომლის გვერდები Facebook-ის და Instagram-ის ნებისმიერი ვიდეოს აღწერაში ქვევოთ. დალინკულია და როგორც კი დააჭერთ ლინკს გადაგიყვანთ ჩვენს გვერდზე, სადაც შეგიძლიათ რომ დაათვალიეროთ სხვადასხვა პროდუქტები, ფოტოებით, აღწერით, ფასებით, პირადი შეტყობინებმა გამოგვიგზავნოთ და შეუკვეთოთ პროდუქტი. პროდუქტები უკვე თბილისშია და თბილისიდან აგზავნის თამთა. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა უკვე იცნობთ თამთას, მაგრამ თუ ვინმე ახალია ამ არხზე და პირველად ესმის ეს ამბავი თამთა არის ჩემი და ის ხელმძღვანელობს Nina's Beauty Place თბილისში და აგზავნის ხოლმე თქვენს შეკვეთებს. მე როცა შემიძლია, როგორც შემიძლია უპასუხობ ხოლმე თქვენ შეტყობინებებს. ორივე გვერდზე ხანდახან პროდუქტებს მე ვარჩევ ხოლმე, მე ვუკვეთავ თქვენთვის. ეხაც ველოდებოდით შეკვეთას და როგორც იქნა თბილისშია და როგორც იქნა ჩავიდა პროდუქტები, ნუ არც არის გასაკვირი, ეხა საშობაო საახალწლო პერიოდში ძალიან ბევრი დასვენების დღე მოუწია, ამიტომ დეკემბრის დასაწყისში გაკეთებული შეკვეთა იანვრის 20-ისთვის არის ეხა თბილისში, მაგრამ ნუ რას ვიზავთ, ვიცოდი რომ ეგრეც იქნებოდა, მაგრამ ესე მოუწია შეკვეთის გაკეთების დრო. მოკლედ, მინდა რომ რამოდენიმე საინტერესო პროდუქტი გაჩვენოთ, რომელიც ამ წუთას მე მაქვს ჩემს თავისმოვლის რუტინაში და ზუსტად ჩვენი შოპისთვის ვტესტავდი და მაგიტომაც დავამატეთ. ან თქვენი ინტერესის პროდუქტი იყო და მაგიტო გვაქვს და მე მეც დავინტერესდი და მეც ვიყიდე მე ხოლმე მეტი მიზეზი არ მინდა. სულ ვიძახი რომ იცი რა, არა, ყველა პროდუქტს ვერ დავტესტავ. ციგანი მაქვს ერთი ადამიანი ვარ, ყველა პროდუქტი მაინც ჩემს კანზე რა ეფექტითაც იქნება, ყველასთვის ერთი და იგივე ეფექტს ვერ გამოიყენებს. ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ საკუთარ თავს აუხსნა ეგ ამბავი, მაგრამ მე რომ ხედავ ხოლმე რაღაც ახალ პროდუქტებს, რასაც ვუკვეთავ, მე გადავდივარ ხოლმე ან E-Styles-ზე ან სტაილვანაზე და ჩემთვისაც ვუკვეთავ. მოკლედ, ოკეი, დავიწყოთ, მოდით ჩვენი რუტინა და პირველ რიგში რასაც ვიტყვი არის ის, რომ დღეს შევეცდები ცოტა მეტი პროდუქტი გაჩვენოთ, რომ გესაუბროთ ამ პროდუქტების შესახებ, ტექსტურა გაჩვენოთ და ინგრედიენტები და ასე შემდეგ. თუმცა ეს იმას ანიშნავს, რომ საჭიროა ყოველდღიურ რუტინაში გქონდეთ ამდენი საფეხური და ამდენი პროდუქტი. მენდა თერაპია, რას მკურნალობთ, რა აქტიური ინგრედიენტს იყენებთ. რეტინოლი იქნება, C ვიტამინი იქნება, არბუტინი იქნება, ადაპლენი იქნება, არ ვიცი, რასაც მკურნალობთ, ლაქები, გამონაყარი, ნაოჭები, ერთი რაღაცა მაგ თერაპიის ნაწილისთვის, დამატენიანებელი საკმარისი ღამის რუტინისთვის. ეგ ამბავი გავარკვიეთ. დავიწყოთ. პირველი პროდუქტი, რომელიც მინდა რომ გაჩვენოთ, არის განახლებული პურიტოს აზიური სტენდელას ხაზიდან მათი შრატი, რომელიც სხვათა შორის 2024 წლის ფავორ პროდუქტებში, უფრო სწორად შრატების რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა, მაგრამ 2024-ში სამოგზაურო ზომის 20 მილilitrიანი შეფუთვით დავტესტე და ისე ძალიან მომეწონა. ისე ძალიან მომეწონა, რომ გადავწყვიტე სრული ზომითაც შემეძინა. სრული ზომა არის 60 მილilitrიანი შეფუთვა, რომელსაც გახსნიდან 12 თვე აქვს ვადა და ჩვენი შოპისთვისაც შევუკვე. მივხვდი რომ თქვენს ძალიან მოგეწონებოდათ და მინდოდა რომ ქონოდა ასორტიმენტში 35% აზიური სენტელას ექსტრაქტი, ჰიალურონი, ნიაცინამიდი, პეპტიდების კომპლექსი, პანთენოლი, მწვანე ჩაი. ეს არის პარფიუმის გარშე ვერსია, ეს ღია ფერი შეფუთვა რომელიც არის და სხვათა შორის ეს სტაილვანაზე გამოვიწერე და საჩუქრად მოყვა პარფიუმით ვერსია, რომელიც არის ის შრატი. ეს მართალი გითხრათ ვიდეოსთვის გავხსენი, მხოლოდ Instagram-ისთვის ვიდეო ჩავწერე და სუმზე, ანუ აშკარად უკვე სერიოზულ სხვაობას იძლევა სუმის მხრივ ამ ორ ხაზს შორის. არ ვიცი ის რატო აქვთ, ანუ მარტო პარფიუმშია სხვაობა, პარფიუმით და პარფიუმის გარეშე რაც არანაირად საჭირო არ არის. მე ცოტა მეცვის მე ვეხლა ამას, იმიტომ რომ ისე ცივა -7 გრადუსი იყო დღეს მთელი დღე. გავიყინე, ამიტომ ჩემს კაცს ცოტა მეტი სჭირდება. ისე მცირე რაოდენობა საკმარისია, ისეთი ბლანდი ტექსტურა აქვს, ისე არაჩვეულებრივად ტარდება კანზე. ვიტყოდი რომ უფრო მშრალი, გამომშრალი, ნორმალური კანისთვის არის, უფრო კომპო კანზეც თავისუფლად შეძლებთ გამოყენებას ისეთ ადგილებზე, სადაც უფრო სიმშრალე გაწუხებთ. თვალების გარშემო თავისუფლად შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ, ტუჩის კონტურისთვის თუ გეკერცლებათ პირის გარშემო კანი არაჩვეულებრივი იქნება, იმიტომ რომ შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშეა და უამრავი არაჩვეულებრივი დამატენიანებელი ინგრედიენტი აქვს შიგნით, რაც არაჩვეულებრივ კომბინაციას ქმნის. ამიტომ რეალურად ეხა კანის ტიპს ვერ გამოვყოფ, ასეთი პროდუქტით ნებისმიერმა კანის ტიპმა შეიძლება რომ ისარგებლოს, რატომაც არა. რაღაცა ისეთი ძლიერი სამკურნალო ინგრედიენტები არ არის შიგნით, მაგალითად ბენზოილი და ადაპლენი. შეიძლება ვთქვა რომ მხოლოდ თუ აკნე გაქვს, გამონაყარი გაქვს, რაღაცა კონკრეტული სამკურნალო. ესეთი არაფერი არ არის შიგნით, ამიტომ რეალურად ნებისმიერი კანის ტიპისთვის არაჩვეულებრივი არჩევანი იქნება. უბრალოდ ეს ცოტა უფრო სქელი ბლანდი ტექსტურა შეიძლება ესეთი ძლიერად ცხიმიანი კანისთვის მაინდა-მაინც სასიამოვნო არ იყოს, მაგრამ ეხა ამ სეზონზე -7 გრადუსი მე მგონი ცხიმიანი კანისთვისაც კარგი არჩევანი იქნება. გულწრფელად გეტყვით, დიდი რაოდენობით არ შემიკვეთავს, იმიტომ რომ პირველი შეკვეთა არის ეხა რაც ჩამოგდის ეს პროდუქტი და მინდოდა შემეხედა რამდენად წარმატებული არჩევანი იქნება და რამდენად მოგეწონებათ და რამდენად შევკვეთავთ და რამდენად მოგწერთ ფიდბექს, რომ იცი რა მომეწონა ძალიან და დიდი სიამოვნებით კიდევ ერთხელ შევიძენ, მაშინ შემდეგ ჯერზეც შევავსებთ უფრო მეტი რაოდენობით მარაგებს, მაგრამ პირველი ჯერისთვის ეხა
დიდი რაოდენობით არ არის თბილისში წინასწარ გეტყვით. შემდეგი პროდუქტი, რომელთაც უნდა დამეწყო წესით, მაგრამ ეს რო დავინახე. სანამ მოვაწყვილებაც ყველაფერი აქ სიმშრალე დამეწყო უკვე ცხოველის გარშემო და პირველი ეს წავისვი მაშინვე, იმიტომ რომ ხომ გონია რომ ყველაფერი მზად მაქვს, ახლა როგორც კი გამოვალ სააბაზანოდან, მაშინვე დავჭდებ და დავიწყებ ვიდეოს ჩაწერას, რომ კანი არ გაშრეს. არც მინდა მაგ თემაზე ლაპარაკი. რითიც უნდა დამეწყო რეალურად არის ვიტის რიდლ შოტები, ეს არის მათიკა ჰიალურონის ხაზიდან 10 ცალიანი ერთჯერადი გამოყენების რიდლ შოტები, რომლებიც ესეთ 2 მილilitrიან შეფუთვებში არის, როგორც ხედავთ 7 უკვე გამოყენებული მაქვს და 3 ცალი მაქვს დარჩენილი. ამისი ორიგინალი პროდუქტი, როგორც იცით, იყო პირველი, რომელიც დავამატეთ ასეთი რიდლ შოტების ფორმულაციით ჩვენ შოპში. თუ ვინმესთვის სიახლე არის რიდლ შოტს, რას ნიშნავს ეს ზოგადად ფორმულაცია, რისთვის გამოიყენება, როგორ შეიქმნა, რა შეიცავს, საიდან მოდის იდეა, ცალკე დეტალური ვიდეო მაქვს ორიგინალი პროდუქტის შესახებ და ზოგადად ამ ფორმულაციის შესახებ, რომელსაც აუცილებლად დაგილინკავთ ქვემოთ ვიდეოს აღწერაში და თუ გაინტერესებთ უფრო დეტალურად ამ თემის შესახებ, შეგიძლიათ იმ ვიდეოს უყუროთ, იმიტომ რომ დავიწყო მაგ თემის შესახებ საუბარი, შეიძლება დაგვაჩენდეს აქ, მაგრამ ეს არის სიკა ჰიალურონის ხაზი, რომლიდანაც სხვათა შორის ტონერ პადები, ტონერ ფილტრები გვაქვს ასევე ნინას ბიუთი პლეისზე და მომეწონა ძალიან სასიამოვნო ხაზია და გადავწყვიტე რომ იცი რა, მოდი ჯერ ერთჯერადი შეფუთვების იდეა მომეწონა, რომ უფრო ბიუჯეტურია, თან 10 ცალი საკმარისი რაოდენობის არის იმისთვის, რომ რაღაცა განსაკუთრებული ხდება მეორე დღეს. თუნდაც აი ვიცი რა, შემდეგი ერთი თვისთვის ვიდეოები უნდა ჩავწერო და ასეთი მძიმე მაკიაჟი მედება სახეზე, ან სადმე გავდივარ, რაღაცა სპეციალურად განსაკუთრებულად კარგად მინდა რომ კანი გამოიყურებოდეს, იმიტომ რომ მეორე დილისთვის გაძლევთ რაღაც საოცარ გლოუს, საოცრად დარბილებულ ფუმფულა კანს, რომელსაც ეს ცოტა მექანიკური ექსფოლიაციაც აქვს, ანუ ჩატარებული წინასაღამოს, პლუს საოცარი გლოუ, პლუს არაჩვეულებრივად ეხმარება იმას, რომ შემდეგმა პროდუქტებმა, რომლებსაც გადაატარებთ ზემოდან, უფრო ღრმად შეაღწიოს სახსგანში, უფრო ეფექტურები იყვნენ. მოკლედ, არ ვიცი. თან მიუხედავად იმისა, რომ 100-იანი რიდლ შოტის შესახებ საუბრობთ, რაც ორიგინალი პროდუქტი იყო და უფრო უხეში იყო, უფრო ეს ეფექტი და შეგრძნება ჰქონდა, რომ თითქოს რაღაცა აი ქვიშას იტარებდი სახებზე, ნემსებიდან გამომდინარე, რაც ნელ-ნელა იშლება, რა თქმა უნდა, კანში დაგვრცნობ ამ ყველაფერს, მაგრამ ამ შემთხვევაში ისე კარგად არის ფორმულაცია გაკეთებული, ეს ეთყობა არ ვიცი, სიკა და ჰიალურონი და ეს ლიპოსომის კაფსულა, რაშიც არის ეს რიდლ შოტები, უფრო მსუბუქად და სასიამოვნოდ იშლებიან კანზე. არ ვიცი ახლა ფორმულაციის მხრივ ზუსტად რაღაცა ხმამაღალ განცხადებებს ვერ გავაკეთებ, რომ ზუსტად შევადარო ეს ორი ხაზი ერთმანეთს, აშკარად უფრო სასიამოვნოა. აშკარად უფრო ნაკლებად ღიზიანდება კანი, აშკარად უფრო ნაკლებ სიცითლეს ტოვებს კანზე. კი ბატონო, მე უკვე ვიყენებდი ამ პროდუქტს და მიჩვეული იყო ჩემი კანი ასეთი რაღაცის გამოყენებას, მაგრამ აი მაინც წასმის პროცესი ბევრად უფრო სასიამოვნოა. ამიტომ უფრო მგრძნობიარე კანისთვის, დამწყებთათვის, ვისაც გინდათ რომ პირველად დატესტოთ რაღაცა ესეთი, ან უნდა გგრძნობიარე კანი გაქვთ, რომ არ ვიცი, გეშინიათ, ან საერთოდ არ იცით, არის თუ რაღაცა ისეთი, რაც შეიძლება რომ გამოიყენოთ თქვენს რუტინაში, იმიტომ რომ რაღაცა საოცრად სასიამოვნოდ გამოსაყენებელი პროდუქტი არ არის. ნებსებს გრძნობთ, რა თქმა უნდა, კანზე. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ერთჯერადი შეფუთვებით შეძენა არის ბევრად უფრო ჭკვიანური. უფრო ნაკლებ სიხდით, საკმარისი რაოდენობის არის შიგნით იმისთვის, რომ კარგად დატესტოთ პროდუქტი, ეფექტი დაინახოთ, შედეგი დაინახოთ და შემდეგ შეგიძლიათ შეხედოთ გინდათ თუ არა, რომ უფრო დიდი ზომის, სრული ზომის შეფუთვაში გააკეთოთ თანხის ინვესტირება, მაგრამ კიდე სხვა ხაზებიდანაც აქვთ მსგავსი ერთჯერადი შეფუთვებით ეს რიდლ შოტები და ვფიქრობ, რომ სრული ზომის შეფუთვის შეძენას ასე გავაგრძელებ. სხვა ხაზებსაც დავტესტავ ამ შეფუთვებით და შეიძლება კიდევ უფრო რაღაცა საინტერესო სასიამოვნო ხაზი აღმოვაჩინო, რაც ისე მომეწონება როგორც ეს ხაზი, მაგრამ ეხლა ამ წუთას ეს სიკა ჰიალურონის ხაზიდან ეს ერთჯერადი შეფუთვებით გუწფელად გეტყვით, უფრო მეტად კმაყოფილი ვარ, ვიდრე ორიგინალი პროდუქტის, იმიტომ რომ თავიდან ორიგინალი პროდუქტი იყო ვაუ. პირველი იყო, რაც მსგავსი ტექნოლოგიით დავტესტე. და რა თქმა უნდა, ის პირველი შთაბეჭდილება, კი ბატონო, რჩება, ის არც დაკარგულა, მაგრამ შემდეგ რაღაცას რომ შეგიძლია უკვე შეადარო, უფრო სხვანაირად უყურებ უკვე პროდუქტს. კიდევ რაც ამ წუთას არ მაქვს აქ, მაგრამ რისი მარაგებით შეივსო და ვიცი რომ ძალიან ბევრი კითხულობდით და ელოდებოდით, არის ვეგრენის C ვიტამინის ამპულა. უფრო დიდი რაოდენობის შევუკვეთე ამ ჯერზე და ვფიქრობ, რომ ყველასთვის საკმარისი რაოდენობის იქნება ამჯერად თბილისში, ვინც არ იცნობთ ამ პროდუქტს და არ გამოგიყენებიათ ჯერ და შეიძლება რომ ტესტი იყოს თქვენთვის ვეგრენის 14%-იანი ასკორბინის მჟავის და 6%-იანი ეთილ ასკორბილის კომბინაცია ამპულის ტექსტურაში, წყლის გარეშე ფორმულაცია, რომელიც უფრო ზეთოვანია. ამიტომ გაითვალისწინეთ, სანამ პროდუქტს შეიძენთ.
რამდენად შეძლებთ ზეთოვანი ტექსტურის ამპულის გამოყენებას, ესეთი ბლანტი სქელი ტექსტურის ამპულა არის, რომელსაც ფამფი ცალკე მოყვება შეფუთვაში, ხსნით შეფუთვას და თქვენ თვითონ ამაგრებთ სახში ამპულას, მუქი შავი ფერის განახლებული შეფუთვა, ადრე თეთრი წარწერებით ჰქონდათ, ეხა შავი არის მთლიანად შეფუთვა, რომ კიდევ უფრო დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ ასკორბილის მჟავა არის სტაბილური შეფუთვა, ფორმულაცია წყლის გარეშე იცით, რომ ასკორბილის მჟავის და წყლის pH მაინდა-მაინც ვერ ეწყობიან ერთმანეთს, ამიტომ მაგ მხრივაც ვიცით, რომ უფრო სტაბილური დარჩება პროდუქტი, მოკეთ, როგორც შეიძლება, რომ რაღაცა უაზროდ ძვირი არ იყოს პროდუქტი, შედარებით ნორმალური ფასი გქონდეს ასკორბილის მჟავისთვის, ვიცით, რომ ხა ასკორბილის მჟავა იაფი არ არის. თუ ეფექტური პროდუქტი გინდა ცოტა მეტი უნდა გადაიხარო, თქვა ჰიალურონის მჟავასთან შედარებით, მაგ პირობებში ნამდვილად ნორმალური ფასი აქვს, რაღაცა სხვა ასკორბილის მჟავების დავტესტე, მაგრამ ამ წუთას მაგაზე ვარ გაჩერებული, იმიტომ რომ ვენდობი ორი შეფუთვა მაქვს უკვე გამოცლილი და აი ბრწყინავს ტანი. დილის რუტინაში მაგ ასკორბილის მჟავის გამოყენებას არაფერი ჩავ. პროდუქტი რომელიც ერთხელ უკვე ამოყიდეთ და შევუკვეთე ხა ხელმეორე და სხვათა შორის მეც მაქვს და ერთი სული მოხსულის დამთავრდება ხა ჩემი გამწმენდი რომ ეს გავხსნა, იმიტომ რომ ძალიან ვცდილობ რომ ორი ზუსტად ერთი იგივე დანიშნულების პროდუქტი არ მქონდეს გახსნილი. ძალიან ვცდილობ. ეს არის აქსესუარი, ესეც კორეული ბრენდია, რომლის სხვათა შორის მზისგან დამცავიც გვაქვს. ამ წუთას მარაგებში და კომბოცხიმიანი კანისტრის არაჩვეულებრივი არჩევანია ძალიან სასიამოვნო ტექსტურის მზისგან დამცავია, რომელიც სხვათა შორის მეც მაქვს, ეს არის 50 მილilitrიანი SPF 50+, PA 4+, მთლიანად ქიმიური ფილტრებით, ყოველგვარი თეთრი კვალის გარეშე, მარჩულებრივ მზისგან დამცავია და ეს არის იგივე ბრენდისგან CAP გამწმენდი Sunday Morning Refreshing Cleansing Foam გამწმენდი კაფი 120 მილilitrიანი შეფუთვით, რომელსაც თარიღი აწერია ზედ. მოკეთ, აი ერთი სული მაქვს, როდის გავხსნი და როდის გამოვიყენებ, მაგრამ ამოყიდეთ. მე ხარ რო ვიყავი, ნოემბერში ვიყავი საქართველოში. მეგონა რომ მოვიპარავდი ერთ წელს, მაგრამ არ დამხვდა. ამიტომ შევუკვეთე ისევ სტაილანზე და რამდენი ხანი მოვოდეთ ვერ წარმოვიდგინეთ. ეხა ჩამოვიდა როგორც იქნა. და რადგან გამწმენდებს ეხება საქმე, მიქსურის დემაკიაჟის ზეთი როგორც იცით გვაქვს, მაგრამ მინდოდა რომ დემაკიაჟის ბალმზეც გქონოდა არჩევანი და შევეცადი რომ ამ შემთხვევისთვის რაღაცა უფრო ბიუჯეტური შემერჩია. ეს არის სხვათა შორის ახალი საინტერესო ახალი დასავლური ბაზრისთვის ახალი საინტერესო ბრენდი, მაგრამ ხო გამორიცხულია რა თქმა უნდა. გამწმენდი ბალმი 100 მილilitrიანი შეფუთვით, შესაძლო გამახსენებლების გარეშე, გლიცერინით, პანთენოლით, როგორც ვნახე, ძალიან სასიამოვნოდ უნდა იშლებოდეს წყალთან კონტაქტის შემდეგ, ფასისთვის მოცულობა და შემდეგი გამბებიც მომეწონა, ამიტომ გადაწყვეტილება დაგვემატებინა ჩვენ შოპში, ვისაც გაინტერესებთ ზეთთან შედარებით, მაინც უფრო ბალმის მოყვარული ხართ, რეალურად ორივე ერთი და იგივე ეფექტს იძლევა. ამ შემთხვევაში ბალმზეც გვაქვს არჩევანი. ასევე რის მარაგებიც კიდევ ერთხელ შევავსეთ არის Isintris 1%-იანი რეტინოლის შრატი, რომელიც როგორც იცით 1% გაწერია ზედ, მაგრამ ზუსტად 1% არ არის. 0.6% ბაკუჩიოლი, 0.3% რეტინოლ ფალმითეთი და 0.1% რეტინოლი. აი გაითვალისწინეთ, თქვათ სწორად არ უწერიათ სახელი, რაზეც როცა ვახსენებ ამ პროდუქტს, მაგ ამბავს ყოველთვის აღნიშნავ და აკრიტიკებ, იმიტომ რომ ეგ არ არის მაინდა-მაინც კარგი. პანთენოლი, პეპტიდების კომპლექსი, ნიაცინამიდი 20 მილilitrიანი შეფუთვა არის გაითვალისწინეთ, თუმცა ფასიც ნორმალური აქვს 20 მილilitrთან შედარებით. ესეც დავტესტე 2024 წლის რეიტინგის ვიდეოში, ესეც მოხვდა. ძალიან სასიამოვნო ტექსტურის არაჩვეულებრივად დამატენიანებელი შრატი არის, ვისაც მაინდა-მაინც თუნდაც შეიძლება რეტინოლისთვის არ გინდოდათ ყიდვა, იმიტომ რომ უფრო ძლიერ რეტინოლზე ხართ. აი თუნდაც ესეთი არარეტინოლის დღეებისთვის, აი ძალიან სასიამოვნო შრატია, ძალიან მისიამოვნე, მართლა ერთ ამოსიტყვაზე დავცალე და თქვენც მოგეწონათ, იმიტომ რომ მართლა ისეთ საკმაო რაოდენობით მქონდა წინაჯერზე შეკვეთილი და არ მეგონა რომ ეხა კიდე ერთხელ მომიწევდა შეკვეთის გამეორება, იმიტომ რომ წინაჯერზე რომ შევკვეთე, მეთქი მოდი ეხა ცოტა დიდი რაოდენობით შევკვეთა, უფრო მაინც დამწყებთათვის რეტინოლი არის, რატომაც არა არაჩვეულებრივი ბრენდის, რომელსაც ვენდობი, ძვირი არ არის, ბევრისთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება, მოდი იყოს ცოტა ესეთი მეტი რაოდენობით, თამთა აღარ არის. ოკეი, მოდით მე თან ცოტას გავაგრძელებ, იმიტომ რომ რამდენი ველაპარაკე ჩემი კანი გაშრა. შემდეგი პროდუქტი, რომელსაც ვიყენებ, ამ წუთას არა გვაქვს Nets Beauty Place-ზე, გაითვალისწინეთ, ამ წუთას არ ვყიდით ამ პროდუქტს, ეს არის Soul 9088. როგორც ეს, ანუ რეალურად ბრენდს ქვია K-Secret. ეს არის მათი რეტინა ლიპოსომის 2%-იანი და შავი ჯინსენის ფესვის ექსტრაქტზე დამზადებული შრატი, რომელიც იყო ძალიან მოთხოვნილი პროდუქტი, რომ რევიუ გამეკეთებინა და აბატონო, შუამდე ვარ უკვე ჩასული სხვათა შორის. აი, ღვთაებრივი ტექსტურის ორდინერის რეტინალის სიძლიერე არ აქვს. აი, რო ავწონოთ ეხა ეგორი მხარე. აქეთ ორდინერი გვაქვს 0.2%-იანი რეტინალით და ეს სადღაც 70%-ზე არის უკვე და აქ გვაქვს 2%-იანი ლიპოსომი, რეტინალის ლიპოსომი. ეს ნიშნავს 0.02% რეტინალს. ხანდახან მავიწყდება ხოლმე მეორე ნულის თქმა. ხალხო არ დამიჯეროთ, არ მენდოთ. აი ვაკვირდები რომ Beauty of Joseon-ის თვალის
რეტინალზე ეს ხო არის ესეც 0.2%-იანი რეტინალის ლიპოსომია და რაღაცა ვიდეოებს ვუყურებ და საკუთარ თავს უსმენ და მივხვდი რომ 0.2%-ს ვამბობ რაღაცა მომენტში. არა, რასისულელია, ესე ძლიერ რეტინალს ალბათ ვერც ნახავ კორეული ბაზრი და 0.02%. ანუ ამას და ამას ერთნაირი სიძლიერეა. ეს მოკლედ ტექნიკური ამბები რო გავარკვიოთ უცებ. არის 30 მილilitrიანი შეფუთვა ფამფის დასახურით, რომელსაც გახსნიდან 12 თვე აქვს ვადა. ორი ფამფი სავსე საკმარისია. თელს სახეზე თავისუფლად ნაწილდება. ისეთი გემრიელია. ისეთი დამატენიანებელია. ისეთი არაჩვეულებრივი ინგრედიენტები აქვს. ამ შავი ჯინსენის ფესვის ექსტრაქტს მაშინ ვექცნობ კანზე მეგობი. ორდინარის რეტინალში მხოლოდ რეტინალია. იქ მეც ვექვს ვერიღებ, მაგრამ სამაგიეროდ 0.2% რეტინალს იღებ. აქ ფორმულაცია არის არაჩვეულებრივი ინგრედიენტების კომპლექსი, ძალიან სასიამოვნო. აი ძალიან გემრიელი. ეს არის მულტიფუნქციური პროდუქტი. ეს არის პროდუქტი, რომლის გამოყენებისასაც რუტინაში სხვა მიგრაფია. ეს და დამატენიანებელი ზედმეტ. ჰიდრაციასაც გაძლევს, კაცსაც არბილებს, ძალიან სასიამოვნო გლუვ აქვს, ანტიასაკობრივი ჯინსენჯეთი, შავი ჯინსენი. ფოტოშოპ ჯინსენზე ცალკე მაქვს ვიდეო, დეტალურად, რამდენად არაჩვეულებრივი, ანტიასაკობრივი, მცენარეული ანტიოქსიდანტია, თან შავი ჯინსენი. ესე ხშირად ვერ ნახავთ პროდუქტებში, საკმაოდ იშვიათი არის. ეხლა მეც აღარ გავაგრძელებ, იმიტომ რომ ამაზე აუცილებლად ცალკე ვიდეო ჩავწერ. ერთი ვიდეო მექნება, სადაც ამას და ორდინარის შევადარებ ერთმანეთს. მოცულობა, ფასი, ინგრედიენტები, ტექსტურა, ყველაფერი. ყველა ასე კატეგორიებს ჩავუწერ და აუცილებლად ყველა კატეგორიაში შევადარებ ერთმანეთს. სიძლიერე ერთ-ერთი კატეგორია იქნება აუცილებლად და მაგ შემთხვევაში უკვე ვიცით რომ ორდინერი მოიგებს. რაც უნდა ვახსენო ახლა ამასთან დაკავშირებით, არის ის რომ თვალის რეტინალი აქვს 4%-იანი რეტინალ ლიპოსომის ფორმულაცია. ანუ 0.04%-იანი რეტინალის შემცველობით. რაზეც ვალი კი უწერიათ. ოკეი, ახლა ვისაც ცოტა რაღაც ახალიც გვინდა, იმიტომ რომ beauty of ჯოსარის თვალის რეტინალი ხო, ნუ აი, ამ სიმარაგებით ჩავოსეთ, რა თქმა უნდა, ესეც გვაქვს. ესეც ჩამოვიდა, ამას თავისი კლიენტურა ყავს, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ის შემოგვეთა, ის თვალის რეტინალი იგივე ბრენდისგან, იმიტომ რომ ისიც 30 მილilitrიანი შეფუთვით არის, უფრო ძლიერია ვიდრე ეს, თვალი პლუს სახე შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. ანუ მოცულობით ეს სახის და ის თვალის ერთი და იგივეა და ის უფრო ძლიერია. ფორმულაცია, ინგრედიენტები, ბრენდი ერთ და იგივე რჩება ყველაფერი არაჩვეულებრივი პროდუქტების შესახებ საუბრობთ. მერქი რატომაც არა, მოდი ჯერ იმას შევუკვეთავ, იმას დავამატებ, დატესტოთ, რამდენად მოგეწონებათ, რამდენად იქნება ჩანაცვლება ჩვენი beauty of Josanis ან შემდეგი ეტაპი, იმიტომ რომ უფრო ძლიერია. ამის შემდეგ ახლა ვისაც გრძნობთ, რომ შეგიძლიათ, რომ თვალის გარშემო უფრო ძლიერ რეტინალზე გადახვიდეთ. კი ბატონო, თუ ძალიან გრძნობი არეკანი არა გაქვთ თვალის გარშემო და ყველაფერზე არ გიღიზიანდებათ და გითეთრდებათ და გეკერცლებათ და ასე შემდეგ რეაქცია შეიძლება მოგწეთ. არაჩვეულებრივი ალტერნატივა იქნება, რომ ამის შემდეგ იმაზე გადახვიდეთ. აკუჩიოლი, ნიაცინამიდი, პეპტიდები, ჰიალურონის მჟავა, 3-ეთილ ასკორბილ ასიდი ზევიტამის ერთ-ერთი ფორმულა პროცედურა ჩვენ რა თქმა უნდა არ წერე ხა მაგაზე ნუ გავამახვილებთ ყურადღებას. ფერმენტირებული მცენარეების ექსტრაქტები, მოკლედ ინგრედიენტების სიარა წავიკითხეთ. თან 30 მილilitrიანი შეფუთვით. მეთქი, პირდაპირ ის ხო არ მეყიდა ჩემთვისაც თქო, მაგრამ ამას ეხა რადგან ვადარებთ ორდინერის ვადარებთ, მაგრამ შემდეგ ის იქნება აუცილებლად. იმასაც ვიყიდით ჩემთვისაც აუცილებლად. თქვენ ჩემზე ადრე დატესტავთ იმას, ამიტომ მითხარით სიამოვნებით თქვენი შტაბეშტილებები გავაზიარეთ აუცილებლად, მაგრამ ამაზე აუცილებლად ცალკე ვიდეო იქნება და იგივე ბრენდისგან 0.04%-იანი რეტინალის შემცველობით თვალი პლუს სახე უკვე გვაქვს ჩვენს შოპში მარკში და ძალიან მიხარია ერთი სულ აქვს ორი დატესტავთ. თან ოფიციალურ საიტს რო გადავხედე, მათაც და წავიკითხე რა თქმა უნდა რაღაცა ხსანამ შევუკვეთავდი. ფორებისთვის, კანის ტონისთვის, ჰერისთვის, იმდენი რაღაცა უწერიათ მაგ პროდუქტის შესახებ, რომ მე ვფიქრობ, უფრო მარკეტინგის ამბავია, რომ თვალის პროდუქტი აქვს სახელში დაწერილი, იმიტომ რომ ფორები და თვალის კრემი რაშვაში ერთმანეთთან, ხო? ნუ აშკარად ის თემა არის, რომ ხაზის გასმა უნდათ იმისთვის, რომ თვალის გარშემოთ შეგიძლია რომ გამოიყენო, იმიტომ რომ აღწერას და მოცულობას და ინგრედიენტებს თუ გადავხედავთ, ჩვეულებრივი სახის შრატი არის რეალურად, რომელიც ასევე თვალზე შეგიძლია რომ გამოიყენო და მე ვფიქრობ, როგორც ამ შემთხვევაში რეალურად ყველა თვალი პლუს სახე ესე ვიყენებთ ამ პროდუქტს, იგივე კიდევ ერთი არჩევანი გვექნება ამ შემთხვევაში K-Secret-ისგან და ცოტა უფრო ძლიერი ვიდრე ეს. ანუ ამ შემთხვევაში 2%-იანი რეტინალ ლიპოსომის ფორმულაცია გვაქვს, რაც ნიშნავს 0.02% რეტინალს და ამ ახალი პროდუქტის შემთხვევაში გვაქვს 0.04%-იანი რეტინალი. აქაც სახისთვის 0.02%-იანი. ანუ ეს და ეს ერთ იგივე სიძლიერეს არის, ის თვალისთვის არის ამ სამში ყველაზე ძლიერი. რაც ცოტა უცნაურად ჟღერს არა, მაგრამ რეალურად ასეა. თუმცა მე ვფიქრობ, ამას ვინც იყენებთ უკვე თვალის გარშემო უპრობლემოდ შვიდად შეგიძლიათ რომ იმაზე გადახვიდეთ. მე ვფიქრობ, რომ არანაირი პრობლემა არ გექნებათ თვალის გარშემო. ვინც თვალის გარშემო ჯერ არანაირ რეტინალ პროდუქტს არ იყენებთ,
თვალის გარშემო მოდით მაინც ცოტა უფრო ფრთხილად დავიწყოთ. არ ვინმე ხარ რაღაცა ექსპერიმენტების ჩატარება თვალების გარშემო. ეს მეორე ალბათ მაშინ თქვენ ამ შემთხვევაში უფრო სახისტვის იქნებოდა მხოლოდ. ოკეი, პატარა პაუზა მქონდა, თმები გავიშრე, იმიტომ რომ უკვე მკაჩავდა ეს. თავზე აღარ შემეძლო იმდენი ხანი ვილაპარაკე, იმდენი ხანი ვიჯიკი ამ რაღაცით, რომ უკვე აღარ შემეძლო. ჩემი თმის ფერი მომწონს ძალიან. დღეს შევიღებე სხვათა შორის და რამოდენიმე პროდუქტი გამოვიყენე ისეთი თმაზე, რომელიც მინდა რომ შემდეგი თმის პროდუქტების ვიდეოში რევიუ გავაკეთო და ჩემი ტელეფონი რატო ჩანს კამერაში. ეხლა დავფიქსირე. მინდოდა რომ კიდევ ერთხელ კარგად დამეტესტა ყველა პროდუქტი ახალ შეღებილ თმაზეც, მაინც შედარებისთვის, განსაკუთრებით ელვიტალის გლოსი, 17%-იანი გლიკოლის შემცველობით და ასევე ბონდ VP-ა გაზიარებული თმის აღმდგენი ხაზი, ასევე ლორიალის ელვიტალის ხაზიდან. ხო და დღეს ორივე გამოვიყენეთ სხვათა შორის. მომწონს ჩემი თმის მდგომარეობა, მოცემული მდგომარეობა დღესდღეობით სულად არ გამოიყურება, მოკლედ მასე რაც შეიძლება რომ ესე შეამჩნიო. მოკლედ, ოკეი, დამატენიანებლამდე ვიყავით მისული, ჩემი სახე სხვათა შორის უფრო დაწნარდა, დამშვიდდა, გაწესლებული იყო, რა თქმა უნდა, უფრო როცა ვიტის ridle shots იყენებ შემდეგ პროდუქტებს როცა ატარებ ზემოდან, უფრო და უფრო გრძნობ და ხედავ ამ სიწითლეს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა უფრო მეტად მოძრაობენ სახეზე ეს სიკას. ნემსები როცა სხვადასხვა პროდუქტებს იტარებ შემდეგ ზემოდან, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, როცა მაგალითად მხოლოდ ამ პროდუქციის ისე ძლიერ სიცოცხლეს ვერ ხედავ. შემდეგ პროდუქტებს რო ატარებ ზემოდან, თუნდაც დამატენიანებელიც რო იყოს მხოლოდ, შეიძლება უფრო მეტად დაინახო სიცოცხლე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უფრო მეტად გადაიტარე და დაამუშავე შემდეგ პროდუქტი სახეზე და შეიძლება კი არა და ეგ უფრო მეტ სიცოცხლეს იწვევს. ოკეი, დამატენიანებლამდე მოვედით და ჩემი დამატენიანებელი, რომელსაც ეხა ვიყენებ, არის ჰარუჰარუს სენტელა ფიტო და 5 სხვადასხვა პეპტიდების კომპლექსით დამატენიანებელი, ანტიასაკობრივი დამატენიანებელი, რომელიც რეფილი ორივეს მარაგები შევავსეთ, ძირითადი შეფუთვის მარაგებით შევავსეთ და რეფილის მარაგებიც შევავსეთ. ჩემი როგორც ხედავთ, מאוד კარგად არის გამოყენებული, ძალიან სასიამოვნო კრემია. მცირე რაოდენობა სავსებით საკმარისია, ბევრი არ გჭირდებათ, საკმაოდ რიჩი ტექსტურა აქვს. ნუ ეხლა ვერ გეტყვით რაღაცა ბალმის ტექსტურა კონდეს, ეგრე არა, მაგალითად ფიუნქანგრიულის ბალზამიც მაქვს, რომელიც რეალურად ბალზამია. რეალურად ძალიან ზამთრის ღამის რუტინის სქელი ბალზამი. კრემების ზემოდანაც კი იტარებ, როგორც ძილის ღამის ნიღაბს და აი განსაკუთრებულად მშრალ და დაზიანებულ და გამომშრალ და ესეთ ეგზემა და ესეთ ადგილებზე და კანზე რო იტარებ, ეგეთი ბალზამიც გვაქვს. ამისი მარაგები ისედაც გვქონდა, არ იყო ამოყიდული და ამისი მარაგები შევავსეთ. მცირე რაოდენობა სავსებით საკმარისია, ბევრი არ გჭირდებათ, კარგად ნაწილდება, თავისუფლად ნაწილდება კანზე და სასიამოვნო ესეთ ფენას ქმნის კანზე, რომ ბევრი პროდუქტი არ არის საჭირო და კარგია, ეგრე, იმიტომ რომ ისედაც 30 მილilitrიანი არის, ცოტა ძალიან მივეჩვია 50 და 60 მილilitrიანი შეფუთვებით დამატენიანებლებს და ეს 30 მილilitrიანი ეხლა ცოტა ძალიან თვალში მომხვდა. ერთადერთი მინუსი, რასაც მოუძებნი ახლა ამ დამატენიანებელს, რაღაცა ცოტა მინუსიც რო ვთქვათ, მარტო ქებადიდების ვიდეო რო არ გამოგვივიდეს, ეგაა რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა და სასიამოვნო, რა თქმა უნდა, 50-60 მილilitrიანი შეფუთვით რო იყოს. ოკეი, რეფილით მოდის და შემდეგ როცა შეფუთვა უკვე გაქვს და მხოლოდ რეფილს ყიდულობ, რა თქმა უნდა, უფრო ბიუჯეტურია და მაგით თანაბრდება, ვთქვათ 30 მილილიტრის ფასი, თუმცა ნუ მაინც სასიამოვნო იქნება ცოტა უფრო დიდი შეფუთვა. არაჩვეულებრივი ასაკობრივი კანისთვის, ნორმალური მშრალი კანისთვის გავუწევდი უფრო რეკომენდაციას. ეხლა ამ სეზონზე არაჩვეულებრივი დამატენიანებელია და როცა ბოლოში გახვალთ ძალიან მარტივად ამოიღებთ რეფილს და ესე მოდის, თვითონ რეფილის შეძენა ესე შეგიძლიათ. ამას ჩაამაგრებთ შიგნით, ძალიან მარტივად მაგრდება. ეხლა ამას თავს აღარ მოხსნი, მაგრამ ჩვეულებრივი დამატენიანებელი გაქვს. შემდეგ ნუ ეს თავი რა თქმა უნდა აღარ გჭირდებათ, ეს შეგიძლიათ რომ წინას ძველს დააფაროთ და ეს ახალი შეფუთვა ისევ გაქვთ. ძალიან პრაქტიკულია, იმ ხრივაც თუ სადმე წასაღებად გჭირდებათ, მთელი შეფუთვა რო არ ატაროთ. უხსნათ რომ გითხრათ, შეგიძლიათ რომ მხოლოდ ეს წაიღოთ, თქვათ, რატომაც არა, ნუ ისე იოლად არ იდება, ცოტა მოძრაობს, მაგრამ ეხლა წასაღებად როცა გჭირდებათ, რა პრობლემა არის? კარგად იხურება, არაფერი არ გადმოვა და ეს ძველი ცარიელი რაც დაგრჩებათ, არ ვიცი, ნუ გადააგდებთ, რატო დავანაგვიანოთ ზედმეტად, შეგიძლიათ სხვა რაღაცების შესანახად გამოიყენოთ, ეხლა ძალიან გხოთ C ვიტამინს და რეტინოლს ნურაფერში რო გადაიტანთ. ასეთი აქტიური ინგრედიენტები შესაბამისი შეფუთვით არის დამზადებული და უნდა დაარჩნენ თავიანთ შეფუთვებში. ნუ აურევთ ნურაფერში და ნუ გადაიტანთ სხვა შეფუთვებში, მაგრამ არ ვიცი, სადმე წასაღებად მაგალითად 1-2 დღე თუ სადმე მიდიხართ ესეთი პატარა შეფუთვით, ხელის კრემი, სხეულის კრემი, ფეხის კრემი, არ ვიცი რაღაცა, თუნდაც უბრალოდ სახის დამატენიანებელის თუ რაღაცა უფრო დიდი შეფუთვით გაქვთ. რატომაც არა, მე თქვენს ადგილზე ამასაც არ გადავაგდებდი, თუ გიწევთ ხოლმე ესე სადმე წასვლა და შეიძლება ესე რაღაცა გადაიტანოთ ასეთ შეფუთვაში და თან წაიღოთ. რატომაც არა, დიდი შეფუთვის წარებაც არ დაგჭირდებათ, თუნდაც თვითონ ამ კრემის სადმე წასაღებად. მოკლედ, ვინც შეიძინეთ უკვე ჩვენთან ორიგინალი ეს დიდი პირველი შეფუთვა, ასე ვთქვათ, არ გადააგდოთ შეფუთვა, როცა არ უნდა შეიძინოთ,
შემდეგ რეფილი ყოველთვის შეგიძლიათ რომ გამოცვალოთ. მოკლედ, ორივე გვაქვს უკვე მარაგებში თვითონ შეფუთვაც და რეფილებიც. როგორც გითხარით, ბალზამი გვაქვს, მე ამ ბალზამს ეხა -6-7 გრადუსი რო არ მართალი გითხრათ, დილითაც დავიწყო გამოყენება განსაკუთრებით თვალების გარშემო, როგორც იცით, ეხა მე დიდად დღის თვალის კრემები არ მაქვს, რაღაცა ისეთი რაც დღის რუტინაში შეიძლება რომ გამოვიყენო, უფრო ესეთი სქელები, იმიტომ რომ ცალკე მაგისთვის არ მიყვარს ხოლმე რაღაცების ყიდვა, ამიტომ აი დილით 8 საათზე ცივი -7 გრადუსის ქარი რო გიბერავს თვალებში, ხვდები რომ რაღაცა სქელის გამოყენება საჭიროა და მაგაში ძალიან გამომადგა. ძირთად ხაი თითქმის რაც დამთავრებული აღამის რუტინაში ვიყენებდი. თხელი დამატენიანებელი მქონდა, ეხა გახსნილი ეს არის აქსესუარის დამამშვიდებელი კრემი, რომელიც გელის ტექსტურის არის და რაღაც აი არ ვიცი, ზამთრის დასაწყისში მივხვდი რომ უკვე აღარ მყოფინდა, მაგრამ გახსნილი მქონდა და მეთქი მოდი ხوار გავაგზავნო გამოყენება, სანამ იმას ვიყენებდი, სანამ ჰარუჰარუს კრემი ჩამომივიდო და ამას ვისმევდი ზემოდან, იმიტომ რომ ის უკვე აღარ მყოფინდა. ეგეთი სიტუაციებისთვის არის არაჩვეულებრივი ბალზამი. საკმაოდ ბიუჯეტურია, უნდა გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ 30 მილილიტრიანი შეფუთვა არის, ფასისთვის მაინც არ არის ცუდი არჩევანი და აი რაღაცა ისეთი ადგილებისთვის, სადაც განსაკუთრებულად სიმშრალეს გრძნობთ, ექსტრა დამატებითი ფენა კიდე თქვენი დამატენიანებლის ზემოდან არის არაჩვეულებრივი არჩევანი. ოკეი, და კიდე ერთი დამატენიანებელი, რაღაცა დამატენიანებლების შეკვეთა გავაკეთე. ამ ჯერზე ძალიან ბევრი დამატენიანებელი ველი გამოვიდა, მაგრამ ეს იყო დამატენიანებელი, რომელიც თუ რეიტინგს უყურეთ, 2024 წლის ფავორიტი დამატენიანებლების რეიტინგს, ნომერ პირველ ადგილზე გასული თიამის ლოკოკინას მუცინის ძილის ნიღაბი, რომელიც როგორც თქვი, კოზარექსის ლოკოკინას მუცინის ექსტრაქტზე დამზადებული ძალიან ცნობილი კრემის უფრო ბიუჯეტური დუპ არის თქო, იმიტომ რომ 100 მილილიტრიანი შეფუთვა 92% ლოკოკინას მუცინის ფილტრატი, ისევე როგორც კოზარექსის კრემში, თუბის ძალიან პრაქტიკული შეფუთვა. ოკეი, კოზარექსსაც აქვს უკვე ესეთი შეფუთვა, მაგრამ სხვათა შორის ყველგან არა, ყველგან ვერ იპოვეთ იმ შეფუთვას. ბევრად უფრო ბიუჯეტური, შესაძლო გამაღიზიანებლების გარეშე. ოკეი, არაჩვეულებრივი კრემი. ნამდვილად აღმოჩენა 2024 წლის. ამის ერთი სრული შეფუთვა უკვე დავცალე და რეიტინგის სათავეში მოხვდა დეკემბერში და განსაკუთრებით ინსტაგრამზე ძალიან ბევრი შემეხმიანეთ, ინსტაგრამზე პატარა ცალკე ვიდეო მქონდა ამ პროდუქტზე, რომ აბა როდის დაამატებ და აბა რატო არ გაქვს და ესეთი კარგი თუ არის და ვიცი რომ ბევრ პროდუქტს ვტესტავ ჩვენი შოპის გამო და მე ხა თუ მაქვს ეს პროდუქტები, რა თქმა უნდა ვიდეოებსაც ვწერ ხო, მაგრამ ყველგან რატომღაც ავტომატურად გგონიათ რომ თუ რაღაცა პროდუქტი ვახსენე, თუ რაღაცა პროდუქტზე ერთი ფოტო მაინც აუტვირთე სტორიზე, არ აქვს მნიშვნელობა მაკიაჟია, სკინკეა, თმის მოვლა. შოპში როდის გექნება? ყველაფერი ვერ გვექნება შოპში. მე ინვესტორები არ ამყავს, სპონსორები არ ამყავს, ამიტომ ჩემი ფულით ყველაფერი ვერ გვექნება, მაგრამ ერთ დღეს როცა ძალიან წარმატებული შოპი იქნება, აი რომელ პროდუქტსაც დაადებთ თიც, იმას დავამატებ. ჯერჯერობით უნდა შევარჩიოთ და ავარჩიოთ რაც იყიდება, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჯერჯერობით იმისი ფუფუნება არ მაქვს, რომ მილიონი სხვა პროდუქტის მარაგები უბრალოდ თაროზე შევავსო და დაველოდო როდის გაიყიდება, იმიტომ რომ ეგრე ჯერჯერობით არ გამოდის. მოკლედ, ვინც ელოდით, ვინც იკითხეთ, მარაგშია, თბილისშია, ჩემი 100%-იანი რეკომენდაცია, არ ვიცი, ბევრი ძალიან კარგი და საინტერესო პროდუქტის შესახებ გესაუბრეთ, მაგრამ ეს რაღაცა გამორჩეული, აი წინა წლის ნამდვილად აღმოჩენა და რომ დავინახე, რომ ჩვენს მომწოდებელს ქონდა და შეიძლება და რომ შემოკვეთა, აი არც დავფიქრებულ ვარ, იმიტომ რომ კარგი ბრენდია, ვენდობი, ეხლა რაღაცა განსაკუთრებული აქტიური ინგრედიენტები ამ ბრენდის არ დამიტესტავს, ვიცი რომ C-ვიტამინები და რაღაცები აქვს, მაგრამ შეფუთვა დიდად არ მომეწონა, ამიტომ ეგრე არა, ეხლა მაინც მან უფრო ვაქცევ რა ვქნა ფასსაც ყურადღებას, მაგრამ არაჩვეულებრივ ნიაცინამიდის და ალფა-არბუტინის შრატი აქვს, რომელიც არც ყოველ ჯერზე ვუკვეთავ, იმიტომ რომ სულ ამოყიდულია და თავისი ესეთი სულ რეგულარული მომხმარებელი გაუჩნდა და დამატენიანებელი, რადგან ჩემს განზეც მქონდა დატესტილი და ვიცი რომ ძალიან კარგია, როგორც კი დავინახე ესეც მაშინვე შევუკვეთე, მოკეთ 100%-იანი რეკომენდაცია. ერთადერთი ის გაითვალისწინეთ, რომ აი ეს ლოკოკინას მუცინის ექსტრაქტის ეს ობნავასეთი წებოვანი როგორ ტექსტურა აქვს, ეგ უნდა მოგწონოთ, რა თქმა უნდა, ხა ბევრს რაც არ უნდა კარგი იყოს და რაც არ უნდა სასიამოვნო იყოს და რაც არ უნდა დამატენიანებელი იყოს, ეს ტექსტურა იმდენად არ სიამოვნებს, რომ ვერ იყენებს. ვიცნობ ეგეთ ადამიანებსაც, ამიტომ დრო სანამ ფულს გადაიხდით ხა პროდუქტში, იცოდეთ რომ ესეთი ტექსტურის კრემი არის, რა თქმა უნდა, ლოკოკინას მუცინი 92% თითქმის მთელი კრემი ეგ არის. მაკიაჟის ქვეშ ჯდება სასწაულად. ისე არაჩვეულებრივად სრიგალებს ტონალური ზემოდან და არ იქერცლება. ოკეი, კარგით მეგობრებო, სულ ეს იყო ჩემი ღამის რუტინა და პროდუქტები, რომლებიც მინდოდა რომ მეხსენებინა, ზოგი ახალი, ზოგი ძველი, კიდევ ბევრი საინტერესო პროდუქტი გვაქვს, მაკიაჟის, სკინკერის, უბრალოდ მეც არ გესაუბრებით, იმიტომ რომ მეგონა რომ არ გაიწელებოდა ეს ვიდეო ესე, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, რა თქმა უნდა, გაიწელა, ამიტომ მოდით, აქ დაგემშვიდობებით, თუ სხვა მსგავსი რუტინის ვიდეოები გაინტერესებთ, არაერთ ვიდეოს იპოვეთ ამ არხზე, თელს პლეილისტ დაგიტოვებთ ვიდეოს ბოლოს. ერთ ვიდეოს YouTube-ის ალგორითმით შეარჩიოთ, თქვენს ნახვებზე დაფრთხნობით და თუ დრო გაქვთ სიამოვნებთ გააგრძელეთ ყურება. არ დაგავსეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. ჩაო!